ლეგენდარული რეჟისორის გაი რიჩის არანაკლებ ლეგენდარული დიახ მეგობრებო, რეკლამა და არა ფილმი. კვლავ Nike 2010 წელი და ჩნდება რეკლამა, რომელიც რამოდენიმე წუთის განმავლობაში თავს ნამდვილ ფეხბურთელად გვაგზნობინებს. მოკლედ რეკლამას სახელწოდებით გადადი შემდეგ ეტაპზე. ლეგენდარულმა რეჟისორმა ფეხბურთელის კარიერა სულ რაღაც 3 წუთში ჩაატია და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი პირველ პირში გააკეთა. კარგი თამაში რაღაც გუნდის შემადგენლობაში. გამჩნევს ლეგენდარული ვენგერი, გადადიხარ არსენალში, პირველი შეხვედრა, მანჩესტერთან თამაში და რონალდოს დაცინვა, ბევრი შრომა, ვარჯიში, მოგებები, ვარსკვლავი ხარ. შემდეგ ხდება ინტერი, მატერაცით და თავის პროვოკაციებით. რაც თქმა უნდა არ გვაუწყდება ვარსკვლავური ცხოვრება და გართობა. თუ როგორღაც სასწაული მოხდა და ეს რეკლამა არასდროს არ შეხვედრიათ, აუცილებლად უყურეთ, არ ინანებთ. ამ რეკლამამაც საკმაოდ ბევრი კამათი გამოიწვია. ყველა ცდილობდა გამოეცნო, ვის გულისხმობდა რეჟისორი. და ყველაფერი სრულდება ისე, როგორც დაიწყო. გადამწყვეტი ჯარი, თუმცა ამჯერად გაცილებით დიდ არენაზე.